საზოგადოებრივ განათლება არის ალბათ ყველაზე გამჭოლი იდეა საზოგადოებისთვის, ხო? ჩვენი ყველა ისეთი დიდი საერთო ეროვნული იდეა და ეს არ ეხება მარტო ერთ რომელიმე ჯგუფს და მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვინც განათლების სისტემაში მუშაობენ. და ყველა თანხდებით იმაზე, რომ ახლაც და ნებისმიერ დროს განათლებაში ჭირდება განაახლება, რეფორმირება, მაგრამ რა სახით, რა ფორმით და ვინ იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, ხო? კომისიამ იმის ყოველგვარი ისეთი გამჭვირვალობის გარეშე საერთოდ არაფერი არ არის ამ თქვენ რომ შეხვიდეთ კომისიის გვერდიც არ არის ვერ იპოვით ვერანაირ დოკუმენტს რა მტკიცებულებებს დაეყრდნო რა მონაცემებით ისარგებლა წარმოიდგინეთ რომ აი ექიმა რო დანიშნულება პაციენტის გარეშე გამოიტანოს მისი გაჯანსაღებსა დაახლოებით იგივე რაღაცაა ხო და ერთადერთი ამიტომაც არის ეს ძალიან ცინიკური რომ ერთადერთი რაც მკაფიოდ ითქვა იმ ჩამონათვალის შემდეგ რომ აი რა გამოწვევებია დღეს განათლებაში ეს გამოწვევები ყველა მიცის და ამ გამოწვევების გზების პოვნა სახელმწიფოს დანიშნულება ხო ძალიან მკაფიოდ ითქვა რომ თურმე ამ უნივერსიტეტებს აქვთ ძალიან საინტერესო ადგილას შენობები ჩვენ ამას გავყიდით და სახელმწიფოს არაფერი არ დაუჯდება რომ ეს რეფორმა ისე განვახორციელებთ ამას და როგორც წარმოგიდგენიათ ახლა მე რო გაყიდიან იქ რა რეკრეაციულ ზონებს გააკეთებენ გორჯი მიწა არ დატოვეს კულტურის ინსტიტუტი, ფიზკულტურის სპორტის უნივერსიტეტი და ერთი 4 სართულიანი შენობის ადგილას 6 72 სართულიანი დაშენებული ხო ამბობენ რომ უფრო ნაკლები. არ შეიძლება ამის ასე გაკეთება. სულ მცირე, აი ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან ახლოს მყოფი ადამიანი, მეტნაკლებად რო იცის ტენდენციები, ისტორია ამ საგანმანათლებლო სისტემისა, რომ ჩაერთოთ ამ კომისიაში ის ბევრ უხორხლობას არიდებდა მათ თავიდან. ისინი არ არიან პირველები. ვინც გადაწყვიტა რომ აი სადღაც რუსთავისკენ იყოს ის განათლება სხვა შეიძლება მე გაგახსენებთ 1917 წელს როცა ქართული უნივერსიტეტის გახსნის საკითხი იდგა მაშინ ჯერ კიდევ დროებითი მთავრობა თანახმა იყო მხოლოდ რუსულენოვანი ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნაზე და მას ლობისტები ყავდა საქართველოში არაინტელექტუალური ელიტა ივანე ჯავახიშვილი რაკაკშიანიძე და სხვაები არამედ უფრო აი სავაჭრო წრეების წარმოადგენლები მათ შორის არაქართულენოვანები და ისინი ლობირებდნენ სწორედ რუსულენოვანი კავკასიური უნივერსიტეტის გახსნას და სთავაზობდნენ ტერიტორიას ნავთლუღის ჭალებში. დაახლოებით იმ მიდამოებში, სადაც დღეს აპირებენ ამის გადატანას და აკაკი შანიძე 1917 წელს წერილზე წერდა, რომ აი სულ მალე მავთული ჩამოვა ნებართვა, ჯერ არ იყო ნებართვა ქართული უნივერსიტეტის გახსნა ჩამოსული ასე ვთქვათ საქართველოში, რომ მავთული ჩამოვა ეს ნებართვა და თბილისის გული გახდება საუნივერსიტეტო ქალაქი. და ეს ასე განვითარდა მართლაც, ხო ის თავის დროზე ილია შერჩეული იყო და ყველა მიმართულებით აი გზაგასაყარიდან და ეს არის ჩვენი საგანმანათლებლო რუკა. ასე შეიქმნა ჩვენი ეროვნული იდენტობის მთავარი იდეა იმ 1918 წელს და ამისი შეცვლა ასე აღებმიცემობით და ამას გავყიდი იმას მიყვედი ეს არ არის ხო ან ის რომ სავარაუდოდ ძაღლის თავი სწორედ ამ ნაწილშია დამარხული ჩანს ცალსახად იმიტომ რომ ეს იქნება ტექნიკური უნივერსიტეტი თუ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ძალიან პრესტიჟულ უბნებშია ხო ტექნიკური უნივერსიტეტი საბურთალოზეა და ჯავახიშვილი ვაკეშია და ასევე საბურთალოზე და შეიძლება ლაპარაკია მხოლოდ აი ამ პირველი და მეორე კორპუსის გადარჩენაზე და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა ურთულესი ასაშენებელია და მე პირადად შემათავბამ ჩემი მასწავლებლების რომ უმძიმესი 90-იანი წლები გამოვიარეთ, როცა სკამი სახლიდან მოგქონდა ამის, რომ სტუდენტებს შეძლებოდათ იქ დაჯდომა და მე აი 2 თვის წინ გარდაიცვალა ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი ამ კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი ბატონი რისმა გორდეზიანი. ბატონმა რისმაგმა მოახერხა და 90-იან წლებში აი დაახლოებით მილიონის ღირებულების რესურსი მოუპოვა უნივერსიტეტს, რომ მთელი მერვე კორპუსი, აი ეს კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, ბიბლიოთეკები, გამომცემლობა გაეხსნა იქ. ბატონ რისმაგ 2 თვის წინ გარდაიცვალა და მე 80-იან წლებში მის სახლში დავდიოდი, ბიბლიოთეკაში ჩვენ იქ მეცადინეობდით, აი რა შპალერიც იყო მაშინ, იმ შპალერიანი სახლიდან გაასვენეს ისა. და ბატონი
რისმაგის ოჯახის წევრებს, მის შვილიშვილს დღეს ესენი ეძახიან უსამშობლოებს და 5,000 ვარიანი ჯარიმით აჯარიმებენ. არ შეიძლება ამის გაკეთება. ასე არ შენდებოდა ის ტრადიცია, რომელსაც ქართული საუნივერსიტეტო ტრადიცია ქვია და ეს ტრადიცია ორია, მინდა გითხრათ. ერთი გახლავთ ის ტრადიცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა დაამკვიდრა და დაარსა, ანუ ის უნივერსიტეტი, რომელშიც ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდა და მისი თაობა აკაკი შანიძე და სხვაები და მეორე ტრადიციაც გვაქვს ჩვენ იმ უნივერსიტეტისა, საიდანაც ივანე ჯავახიშვილი გამოაძევეს. და მე მინდა ყველა ჩემმა კოლეგამ დარწმუნებული ვარ, ეს კარგად იცის, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით იმ ივანე ჯავახიშვილის საიდანაც გამოაძევეს იმ უნივერსიტეტის ტრადიციის მატარებლები. მე ასევე მინდა მივმართო ახლა ბატონ ლევან გიგინეიშვილს, რომელიც არის კათედრის გამგეანი, ბატონ რისმაგი კათედრისა, რომ მართლაც ლევან ნამდვილად გონია, რომ სწორია ახლა ის თავის დროზე გრიგოლ წერეთლის, სიმონ ყაუხჩიშვილის, ქაბატონი თინა ყაუხჩიშვილის და შემდეგ უკვე ბატონი რისმაგის, აი ასე მართლა წვით და დაგვით მოტანილი შენობა იქნება ის ბიბლიოთეკა თუ ინფრასტრუქტურა. ახლა დღეს წაიღოს იმად, რა ქვია, თქვენმა ახლობელმა ბიზნესმენებმა და მერე ეს არის განვითარების გეგმა, არანაირი გეგმა ეს არ არის. ეს გარეგნულად, ასე ვთქვათ, გარეგნული მხარე. ეხლა რაც შეეხება თავად რეფორმას, ხო? ჯერ ერთი უნივერსიტეტის იდეა, სადგინახავთ უნივერსიტეტის სახელის იქეთ არის შინაარსი. არ არსებობს უნივერსიტეტის შინაარსი აკადემიური თავისუფლების და ინსტიტუციური ავტონომიის გარეშე. ხო, თუ კი უნივერსიტეტში თქვენ მე უნდა ამიკრძალოთ, რომ ამ პროგრამას ვერ განახორციელებ, იმიტომ რომ მე ვწყვეტ ამას, რომელ ქალაქში რომელი ფაკულტეტი იქნება. აი მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, მათ შორის Times-ის საერთაშორისო რეიტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური, არის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი კვლევის მიმართულებით და მაგალითად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ზუსტი მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, თანამედროვე ციფრული ჰუმანიტარის და ასე შემდეგ მიხედვით გამორჩეული. და თქვენ ვინ უნდა განმისაზღვროს ეს მე? რომ არ შეიძლება ის მქონდეს, რატო? იმიტომ რომ 70-იან წლებში იმაში პედაგოგიურ ინსტიტუტში ეს არ იყო, ასე ვითარდება უნივერსიტეტში შინაარსი. ანუ გარდა იმისა, რომ აქ არსებობს ეს ინტერესი, დიდი კაპიტალი, რაც შეიძლება შენობებიდან მიიღოს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებმა, ეს რეფორმა რო პირდაპირ აკადემიურ სწავლებას ანადგურებს, იმიტომ რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილი უნდა მეთქვა კობახიძემ ისიც დაანონსა, რომ უნივერსიტეტები გასაწმენდია და ეს არაერთხელ მოგვისმენია, ხო? თქვენ პირადად თქვენი უნივერსიტეტი გამომდინარე იქედან რომ რჩებით კრიტიკული იმ თემებზე, რაც სადაც კრიტიკული უნდა იყოს, იყვნენ პროფესორ მასწავლებლები, ძალიან დიდი ბულინგისა და თავდასხმის მსხვერპლი ხართ უკვე რამდენი წელია. თუმცა ეს რეფორმა რომ საფრთხეს ატარებს, რომ აკადემიური სწავლება, მოსწრება ყველაფერი გაანადგუროს, ესეც ხომ შემადგენელია იმისა, რაც მოვისმენთ. ეს არის მთავარი შედეგი ხარ ასეც ვილაპარაკეს, ამის შედეგი არის სწორედ ის, რომ კატასტროფელი, შეუქცევადი დამანგრეველი ეფექტი ექნება ამას. ხო? როგორ შეიძლება, რომ დარგი, რომელშიც მაგალითად ერთი უნივერსიტეტი არის 380 მსოფლიოში, მაშინ როცა საქართველოს დაახლოებით 1500-დან აი ამ მიდამოებში არიან სხვა უნივერსიტეტები, როგორ შეიძლება თქვენ ზემოდან განსაზღვროთ და ყოველგვარი ამ კრიტერიუმის მიხედვით თქვათ, რომ მე ვიცი, როგორ უნდა განვსაზღვრო, მე ვიცი, სად რომელი ფაკულტეტი, სად არის მაშინ რა, ეს მონოპოლია, ესე იგი მარტო ერთი ფაკულტეტი თუ იქნება, ეს კარგია? არა, წარმოუდგენელია. და რაც თავარია, წარმოიდგინეთ, რომ აი სახელმწიფო სექტორი, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტების როლი ძალიან მცირდება. ის ძალიან პატარა და პირდაპირ თქვა ეს ამაზე, რომ არ არის საჭირო ამდენი და კი საქართველოში განათლება არის მათ შორის მოდურიც. მაგრამ ამას თავისი მიზნები აქვს, უпростоად თავისი წინაპირობებიც აქვს, ხო? ჯერ ერთი აი ამ ახალგაზრდობას რას ვთავაზობთ? რომ ვამბობთ, რომ ქუთაისში უნდა ეს გაყოფაც არ მესმის, ეს გუბერნიული გაყოფა თბილისი ქუთაისია, საიდან მოვიდა ეს? ანუ ლიხსაქეთ და ლიხსიქეთ უნდა გავყოთ ეს? არ არის, ესე არ ვითარდება.
მეორე იცით, უნივერსიტეტი სხვათაშორის 5 წლის წინ შეიქმნა და არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა ჰქონდა იმ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ახლა რომ მოვიდიოდი გადავამოწმე 7500 ლარს თავაზობდნენ ხელფასს, მაგრამ დღემდე ყავს 1000 რაღაცა სტუდენტი. იმიტომ რომ უნივერსიტეტი იქნება არა ზემოდან, არამედ ქვემოდან, როცა ამას განმაათლებლების ჯგუფი, როცა დაგროვდა ის აკაკიშანიძე, ჯავახიშვილი და არა დაუშვათ იმ მოტივით, რომ რაღაცა შურისმაძიებელი იყოს რეჟიმი, იმიტომ რომ ლოგიკურია, ძალიან ცოტა დრო გრჩება და ვიდრე დაგემშვიდობებით მინდა გკითხოთ ასევე, რა არის თქვენი გზავნილი პროფესორებისთვის, მასწავლებლებისთვის, სკოლაში იქნება თუ უნივერსიტეტებში, რომ აი ამ სამფურცელზე დატეული ძალიან საშიში რეფორმა როგორმე ვერ შეძლოს და ხელისუფლებამ ვერ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, მიმართვა უნივერსიტეტის საერთო კრება იყო პროფესორ მასწავლებლების საერთო კრება და იქ მოვითხოვთ სწორედ იმას, რომ შეწყდეს ეს რეფორმა, რომელშიც არ არის წარმოუდგენელი, თქვენ რომ ნახოთ ზიმბაბვეს რეფორმა 96 წელს იყო ერთი და მეორე 2006 წელს და იქაც კი მოწვეული ყავთ უცხოელი და ადგილობრივები. არც ერთი არ არის საუნივერსიტეტო სფეროდან მოწვეული, ხო მხოლოდ არიან ძალოვანი მინისტრები, მერები და რაღაცა ინფრასტრუქტურის მინისტრები. რომ შეიქმნას, გაიხსნას ფართო ინკლუზიური დისკუსია განათლების საკითხებზე, რა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები გჭირდება. სახელმწიფო შეიძლება დაკვეთა მისცეს ამაზე, მაგრამ არ შეიძლება ჩართულობით იმ ადამიანებისა. და კიდევ ერთხელ, ჩვენ ამ ქვეყანაში აი ბოლო რაღაცა აღარ მახსოვს რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ, მაგრამ ნახეთ, არსებობს რეგულირების რაღაცა მექანიზმები, ისინი ვალდებულები არიან, რომ შარშან რომ მაგალითად დამთავრდა ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი ვერსიის შემუშავება და დაიწერა ახალი სახელმძღვანელოები, უდიდესი პროექტი იყო და დიდი ფული დაიხარჯა ამაში, ხო? თუ კი შარშან ამას ვამართლებდით, შარშან გაიარა აკრედიტაცია, კლასტერული აკრედიტაცია მთელმა პროგრამებმა მომდევნო 7 წლის განმავლობაში, ასევე ავტორიზაცია გაიარა უნივერსიტეტებმა. და თუ კი შარშან ამას ვამართლებდით და თქვენ ნახავთ იმ ვებგვერდზე, არ ვიცი ახლა შეიძლება აიღეს კიდევაც, მაგრამ როგორი დიდ რამბებს უძღვნიან ამას, რომ აი ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით სწორედ ის 12 კლასზე და ახალ წელს უარს რომ ვამბობთ, ეს რა არის რა, მეგობრებთან ერთად კინოში წასვლა, ეს არის ვალდებულება სახელმწიფოს, რომ როგორ შეიძლება 7 წელი ამაში მარტო ილიას უნივერსიტეტს ავტორიზაციის აკრედიტაციის პროცესებში ბოლო 13 წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონამდე აქვს გადახდილი ფინანსური რესურსი და უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი. ახლა მოვჭით კლასტერულ აკრედიტაციას და ახლა უცებ არ შეიძლება ამის ასე ვიღაცების ნებასოველზე შეცვლა. კეთილი, დიდ მადლობას გეტყვით სტუმრობისთვის. ნინო დობორძგინძეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს უსმენდით.